ლაშა ტყეშელაძე ადვოკატია მისი ჩვენთან სტუდიაში მოგესალმებით ბატონო ლაშა. ხო ეს საქმე არის პრინციპში ამ სასამართლო სტანდარტებითაც ძალიან დაბალი სტანდარტის საჯარო განცხადების გამოა ლევა ბოდიშვიხთი ბატონი ლევან ხაბეიშვილი დაკავებული მურთაზოდელავას ამ საქმეზე ასევე აბსურდული ბრალი აქვს ხელი შეუშალა გამოძიებასო ტელეფონი რომ დამალაო თუ რაღაც არ ვიცი მსგავსი გირაო ქონდა ამ საქმეზე შეფარდებული ის 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. ხო, ლევანის პოზიცია იყო დღეს ასეთი, რომ არ მინდა არ დააყენოთ ჩემი პატიმრობის შეცვლის საკითხიო, ამაზე მოგვიყევით მეტი. დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. სასამართლომ და სუსმა და პროკურატურამ წინასწარ მიიღო აღნიშნულ სასამართლომდე გადაწყვეტილება. თქვენ თუ გახსოვთ და ალბათ საზოგადოებას ახსოვს, რომ როდესაც გაუგზელეს მაგალითად ის შეზღუდვები რაც აქვს, ხო, ანუ კი არ გაუგზელეს დღევანდელ სასამართლომდე, არამედ გაუგზელეს კი 15 იანვრამდე. ესე იგი სასამართლომ, პროკურატურამ წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ისინი თვლიდნენ, რომ დღეს შესაძლებელი იქნებოდა აღკვეთი ღონისძიებას შეცვლილიყო, მაშინ მიიღებდა დღემდე და დღეს უკვე ვიმსჯელებდა და ამის შემდეგ თუ ისევ დატოვებდა სასამართლო პატიმრობაში, ამის შემდეგ გაგრძელდებოდა. ხო, საუბარი, მაგრამ თვალნათლივარი ხო რა სასამართლოზე და რა სისტემაზე საუბრობთ. ხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებდი და ეს მე დარწმუნებულია საზოგადოებაც იცის და თვითონ ქართული ოცნების გულშემატკივრებაც იციან, რომ საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველად პოლიტიკოსი დააკავეს პოლიტიკური დაპირების გამო. მხოლოდ სიტყვის გამო დააკავეს. აი წარმოიდგინეთ, ხო არის ხოლმე რაღაც ქმედებებზე საუბარი. ლევან ხაბეიშვილმა რამე ქმედება კი არ განახორციელა. მხოლოდ საჯარო ინტერვიუები, საჯაროდ საუბრობდა და აი ამის გამო დააკავეს. რატო დააკავეს? საჯაროდ ეუბნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, რომ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება და ამისთვის დაჯილდოვდებით შემდგომ. ნახეთ, ხო, რა თქვა უნდა მაგას ეუბნებოდა, ანუ პროკურატურას უნდა ხოლმე რომ დაამახინჯოს, მაგრამ არცად ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. ანუ დღეს ჩვენ მთლიანი მტკიცებულებები გავიარეთ, არცად არ არსებობს, რომ ლევან ხაბეიშვილი რამე უკანონო მოწოდებას აკეთებდეს. ხო, მაგალითად აი წარმოვიდგინოთ რა სამოდა ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ უკანონოდ არცემოთ არ დაასახიჩროთ ადამიანებს და ლევან ხაბეიშვილს ხო თუ ვინმეს აქვს ამის თქვის უფლება ხო გედედეს თანამშრომლების მიმართ პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილსაც აქვს ხო აი თქვენ წარმოიდგინეთ რა ქნეს ხო გედედეს იმ კრიმინალმა თანამშრომლებმა როდესაც ფიზიკურად ლევან ხაბეიშვილს გაუსწორდეს სიკვდილამდე მიიყვანეს და რატომ მიიყვანეს ხო ეს ხანდახან გვავიწყდება ხოლმე ბავშვი როდესაც დაიჭირეს და ის ადამიანს როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილი უნდა რომ დახმარებოდა ამის შემდეგ შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ რომ ხო სიკვდილამდე მიიყვანეს ყველას გვახსოვს ხო ეს კადრები ხო აი ჩვენ კი ხანდახან საუბრობთ ხოლმე ხო რა თქმა უნდა ლევან ხაბეიშვილი დღეს ყველამ ძალიან კარგად ნახო რომ ძალიან ძლიერად არის მხნეთ არის და რკინასავით მამაკაცია და კაცი არის ხო პოლიტიკოსი მაგრამ დედა რა გამოატარეს ხო დედამის როდესაც სიკვდილამდე მიყვანილი შვილს ხედავდა ხო აი დღეს ის მაგარი ვაშკაცები რო ყავს ბატონ ლევანს ხო ის სასამართლოს და იჯდნენ ხო ვაშკაცურად რკინის ბიჭები არიან ის ბავშვები მაგრამ მამა ენატრებათ ხო მამას არ ანახებენ რა გამოატარეს ხო პატარა შვილებს ხო როდესაც ლევან ხაბეიშვილი ნაცემი სიკვდილამდე მიყვანილს ნახულობდნენ ხო და ამ ყველაფრის მერე უკანონოდ სიტყვის გამო აი შეიძლება თქვა რომ აი ორატორობის გამო დააკავეს პოლიტიკოსი აი კარგი ორატორი რო ხარო და კარგად რო საუბრობ ხო პოლიტიკოსი რო ხარ აი ამიტომ უნდა დაგიჭირო და ამის შემდეგ შეუზღუდეს და შვილებსაც კი არ ანახებენ ხო და აი ამ ყველაფრის მერე რა სამართალზე და რა სამართლიანობაზე საუბრობთ ხო ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქიმიური იარაღით წამლავს ახალგაზრდებს ორსულ ადამიანებს ყველას თითქოს ვიც აქციაზე იყო და მეორე მხრივ სიტყვის გამო დააკავა პოლიტიკოსი, რომელიც რა თქმა უნდა არის მხნეთ და საბრძოლო განწყობას. კი ბატონო. რა შეეხება პერსპექტივას ამ საქმის, რამდენი ხნით აპირებს რეჟიმი მის ციხეში ჩატოვებას? პერსპექტივა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა ჯერჯერობით არ ვიცით, რომელ მოსამართლეს დაეწერება აღნიშნული საკითხი, მაგრამ მოსამართლე თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ლევან ხაბეიშვილი არის დამნაშავე, ეს იქნება ისტორიული მისთვის სასჯელი, იმიტომ რომ აუცილებლად ეს წავაი რომ სასამართლოში ისტორია იტყვის, რომ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი დაიჭირო სიტყვის გამო. ანუ ეს არის შეუძლებელი რამ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივ ქვეყანაში თუ რაღაცა სამართალი მაინც დარჩა ამ ქვეყანაში ლევან ხაბეიშვილი უნდა გამართლდეს ორივე მხრივ, იმიტომ რომ პირველ ნაწილში ხო სადაც გთამს ედავებიან, საერთოდ ობიექტი არ არსებობს. არავისთვის არ შეუთავაზებია ეს ხო ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირება და შემდეგ ნაწილში მშვიდობიან დამხობა. ხო ხა პოლიტიკოსები ხან ერთ სლოგანს ამბობენ, ხან მეორე სლოგანს, მაგალითად რო ვიძახით ხოლმე სისტემა უნდა დაინგრეს. ეს რას ნიშნავს, რომ დაუშვათ ვიღაცა უნდა მივიდეს დაანგრეს. ან ყოველდღიურად ხო ათასობით ადამიანი ამბობს და მეც მითქვია, ხო ცეცხლი ოლიგარქიას, ხო ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია და ეს რას ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც უნდა წაუკიდო და თან
აქ რა არის რა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბატონ ლევანს არასოდეს არ უთქვია რომ მაგალითად ხელისუფლება უნდა დაიმყოს ყოველთვის ამოდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და შემდეგ მაგალითად ამოდა მშვიდობიან დამხობა რას ნიშნავს იცით ამ მშვიდობიან დამხობას შემდეგ ხსნიდა ამიტომაც საერთოდ ამ ჩარჩოში ვერ იჯდება სამართლებრივ ჩარჩოში ხო რა შეეხება მაგალითად საჯელის სახით ქრთამის შეთავაზებაზე არის ჯარიმა 4 და მერე 7 წლამდე ანუ ეს აქვს მაგალითად სასამართლოს ან ერთი უნდა შეუფარდოს ან მეორე და რა შეეხება დამხობის ნაწილი არის 3 წლამდე და მე ვიტყვი რომ თუ მოსამართლე რომელიმე მაგალითად დანაშაულში ეგრეთ წოდებულ პროკურატურა რასაც აბოს იმიტომ ეს არის გამოგონებული ანუ არ არსებობს ანუ ობიექტურად არ არსებობს აი როგორ შეიძლება მაგალითად ადამიანის სიტყვის გამო პოლიტიკოსი დაიჭირო ან დააკავო ხო პირველ კურსის იურისტვაც კი იცის პირველ კურსის იურისტვა კი არის სამოქალაქოს დროს სწავლობენ სკოლაში ახალგაზრდა თაობა ხო იმათაც კი იციან რომ პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გამო არ უნდა დააკავო სადაც ასევე ორგანულ კანონში გვეწერია ხო დაპირება რომ პოლიტიკოსის დაპირება ვერ იქნება დასჯადი აქედან გამომდინარე ამ სასამართლოში რას მიიღებს სასამართლო არავინ არ იცის წინასწარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რასაც გადაუწყვეტენ ლევან ხაბეიშვილს ეს არ იქნება დიდი ალბათობით გამონაკლისი და კი იგეთანხმება რომ ეს იქნება პრეცედენტული მაგრამ მე ვპირდები რა იმ მოსამართლეს რომელსაც ეხლა ჯერჯერობით არ ვიცი ვინ არის რა მაგრამ ეს საქმე მივა ყველგან და ყველაფერს გაივლის და ამ მოსამართლეს სახელს და გვარს გაიგებს მარტო საქართველოს კი არა მარტო საქართველოს ისტორია კი არა სოფლიოს ისტორია გაიგებს როდესაც პოლიტიკური დაპირების გამო რომელსაც არავით არ იქმედება არ განუხორციელებია გაამტყუნა და მიუსაზდა სასჯელი პროცედურულად როდის გვეცოდინება ეს რამდენ ხანგრძლივი საქმეა პროცედურულად ჩვენ ვფიქრობთ რომ თუ მალ-მალე ჩაინიშნა სასამართლოები და ჩვენ მოტივირებულები ვართ რომ მალ-მალე ჩაინიშნოს სასამართლოები სადღაც 2-3 თვეში უნდა დამთავრდეს კი ბატონო. როდის არის შემდეგი პროცესი? შემდეგი პროცესი არის 18 დეკემბრის. და მხოლოდ თქვენ ხართ კომუნიკაციაში ლევან მხოლოდ ადვოკატები. მხოლოდ ადვოკატები. არავისთან მას კომუნიკაცია არ შეუძლია. აკრძალული აქვს ყველანაირი კომუნიკაცია. შვილებთან, დედასთან, მეუღლესთან. კი. დიდი მადლობა ლაშა ყეშელაძეს ესეთი ამოკლეთ რეალობა.